რომ ჩავარდეს. Რომ დაიწყოს ახლა თამაში და ჩავარდეს, ბავშვი ვინ აკეთებს ამას პასუხს? ხარდა სიხარულისგან ცრემლები მოგდიოდა და ცრემლები ახლა ეს სიხარულის ცრემლები გადაგვექცა მწუხარების ცრემლებად ასე გამოდის. ასეთი შეფასებები მოყვა აქციაზე ახლა ჩაბარებული კორპუსების მდგომარეობას აღმაშენებლის გამზირზე. კორპუსებში დევნილები არიან შესახლებულები, თუმცა ბინები, რომლებიც წესით საუკეთესო მდგომარეობაში უნდა იყოს, ნესტისა და სირისტის წყარო დააქცეული. აცხადებს მოსახლეობა. მაღალსართულიანი კორპუსებისათვის დიდ პრობლემას წარმოადგენს ლიფტის ფაქტიურად არარსებობა. მექანიზმი მთლიანად მოშლილია, შიშში ვცხოვრობ, აცხადებენ დევნილები. მინდი ხარ გონია ქვევით ჩამოყავ ქვევით აი რამოდენიმე დღის წინ აგერ ქალბატონი არის ცოცხალი მოწმე რასაც ქვია მიდიოდნენ ზევით სამნი იყვნენ ერთი კი არა უნდა ასულიყვნენ ზევით მე-12-მე-13 სართულზე ლიფტმა დაიწყო სირბილი ზევით ქვევით მე ჩამოვარდა ეს ლიფტი დაეცეი და ბოდიში და ამოათრიეს ხალხი ისევ სინათლე ჩაქრა და შეგვეშინდა მე სანამ ვიღაცა არ მოვა და სანამ არ დაურეკავ სანამ იგი 15 წუთი ვიჯექი 14 სართულზე ხელით რო ავიტანოთ რაღაცა ნივთი ხო უნდა ავიტანოთ რა გარდა ლიფტის სავალალო მდგომარეობისა საფრთხეშია მთლიანად კორპუსის მდგრადობა ამის მიზეზი კი წყლით სავსე სარდაფებია თქვენ როგორც უყურებთ სარდაფში დგას წყალი აქ სარდაფში არის ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები რითაც შემოდის შემომავალი დენი ლიფტის დენი ლიფტი მართალია არ მუშაობს მაგრამ დენზე ხომ აერთებული და არის საშეში ვერ შეხვალ ადამიანი ფაქტიურად დაყარეს ეგრეთ ბლოკები რომ ვითომ იმით უნდა შეხვიდე მოუწესრიგებელია ამ წყალს უნდა ამოტომბა ახალი აშენებულ ბინაში რომ წყალი ჩადგება როდის იყო წყალი ნახე რა ფერარი დაუბებული შეხედე ეს იყო გაკრასკული ამფერზე და სული არავინ ყურადღებას არ გვაქცევს ვიყავით სამინისტროს ადგილობრივ ოფისში იქედან სამშენებლო კომპანიაში გადაგვამისამართეს კომპანიაში კი საერთოდ კომენტარს არ აკეთებენ ჩვენი საშველი არაა აცხადებს ეკა გუხიანიძე მისი საცხოვრებელი მეორე კორპუსის პირველ სართულზე მდებარეობს ბინა 4 ოთახიანია თუმცა პრობლემას ისევე როგორც ახლა ჩაბარებული საცხოვრებლის სხვა სართულებზე დანესტიანებული კედლები და იატაკი წარმოადგენს ჯერ მიმართე ხო არავინ მოყურადღება არ მომაქცია და ბოლო დავიღალე მართლა რომ მქონდეს საშუალება საკუთარი სახსრებითაც იმდენად დავიღალე უკვე აგდება ხო არ შეიძლება ადამიანების მოსახლეობის მხარდასაჭერად ადგილზე იმყოფებოდა პარტია თავისუფალი საქართველოს თავმჯდომარის მოადგილე გოგი წუნაიას განმარტებით არსებულ მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა მაშინდელ დევნილთა მინისტრს სოზარ სუბარს და სამშენებლო კომპანიას ეკისრება რა თქმა უნდა სოზარ სუბარს რომელიც დაკვეთითაც აშენდა ეს და მილიონობით თაღა გადაიხადა სახელმწიფომ და რა თქმა უნდა სამშენებლო კომპანიამ ორივე მეტად მოწოვენ ორივე მეტად ჭამენ და ხალხი არიან იტანჯებიან არიან აუტანენ პირობებში მიუხედავად მრავალხნოვანი მოუგვარებელი პრობლემისა კომპანიაში რომელმაც კორპუსები ააშენა დიზაინ კომპლექსი მოსახლეობას არსებული ხარვეზების აღმოფხვრას 10 დღეში პირდებიან როგორც კომპანიის საწარმოო ჯგუფის წარმომადგენელმა განგვეცხადა პრობლემების სხვადასხვა მიზეზით უმეტესად მოსახლეობის მხრიდან გაუფრთხილებლობითაა გამოწვეული მაგალითად ლიფტის პროგრამას ადგილობრივები ურევენ სარდაფში წყალი კი საკანალიზაციო მილების ქაღალდებით გაჭედვის გამოდგება ხოლო კედლები სველდება რადგან მის ინფრასტრუქტურას ქარი აზიანებს. ასე თუ ისე ჩვენ ამ დაპირების შედეგს 10 დღეში აუცილებლად გადავამოწმებთ. თამარ ქავთარაძე, ტელეკომპანია მეგა ტივისათვის.